ადამიანს შეუძლია რომ ძაღლს გადასდოს დაავადებები. კი, თან ისეთი დაავადებები, რომელთა გაგონებაზეც შეიძლება გაოცდეთ. მაგალითად სალმონელა. თავისთავად კვლევის შედეგადაა ეს დადგენილი. და აღმოჩნდა, რომ დაავადების ნიშნები ძაღლების 55%-მა გამოავლინა. სიმპტომებს შორის კი ყველაზე უფრო მკვეთრი იყო დიარეა. ოღონდ აქ საუბარია იმაზე, უშუალოდ დაინფიცირებული ცხოველებიდან რამდენს გამოუვლინდა სიმპტომები. თორემ სალმონელას გადადება ზოგადად მარტივად არ ხდება. COVID-19 ვირუსი, ღორის გრიპი და უბრალოდ გრიპი. სალმონელასგან განსხვავებით ესენი აირწვეთოვანი ინფექციებია და გადადება მარტივია. უბრალოდ საქმე ისაა, რომ სტატისტიკურად გამოვლინებები ძაღლების მხოლოდ 15%-ს აქვს ხოლმე, რაც სხვათა შორის დრო და დრო იზრდება. რადგან სამწუხაროდ ადამიანები უფრო და უფრო ვაშორებთ ცხოველს მის ოპტიმალურ გარემოს. შესაბამისად ევოლუცია მის თავდაცვით მექანიზმებს ნელ-ნელა აქვეითებს. ტუბერკულოზი. ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან ჩვენც და ცხოველებიც. ესეც ჰაერში გაჟღენთილი ნაწილაკების ორგანიზმში მოხვედრით გადადის და საბედნიეროდ ძაღლებში პათოლოგიური გამოვლინება 14%-ზე მეც არ აქვს.